გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს სტუმრად ყავს ბატონი სოსო მანჯავიძე. ბატონ სოსო, მოგესალმები. მოგესალმებით. იხარია რომ დრო გამონახე შენი ესეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად და საინტერესო თემებზე მსურს საუბარი. ერთი ის რომ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და დღეს ტრადიციას დავარღვევ და ქართულ თემას, ქართულ თემატიკას პირველ ნაწილში გამხილავთ. ეს იქნება ჩვენების ვიზიტი სომხეთში, სამიძე და მაინტერესებს შენი აზრი. რა იყო ეს, რას ემსახურებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ შენის ნებართვით სანამ ჩვენ გადაცემას დავიწყებთ, დიდი მწუხარებით მინდა გავიზიარო ბატონ თემურის გარდაცვალება მაისურაძის და ნათლშიაყოფოს ღმერთმა მე ის გავიცანი. სამწუხაროდ მხოლოდ ონლაინ ქონდა ურთიერთობა და გეგმებით ბევრი ქონდა თბილისში რომ ერთმანეთს გავიცნობდი და უფრო უშუალო ურთიერთობაში, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მე უსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს. სოსო მოკლედ ნათელი ადამიანი იყო და კი ბატონო. სოსო ესე იგი პაშინიანს ივნისის თვეში აქ არჩევნები, მაგრამ გადავსებულია მედია პოზიტიური კომენტარებით უკაცრავად და ასევე ნეგატიური. არის აზრი რომ ეს ემსახურებოდა წმინდა წყლის PR კამპანია იყო მისი არჩევნების წინა პერიოდისთვის, მაგრამ მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, გამომდინარე იქიდან რომ სულ რაღაც ალბათ ერთი თვის წინ იგი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, შეხვდა თავად პრეზიდენტ პუტინს და მე პირადად გამიკვირდა ეს თავყრილობა, თუმცა ეს ყოფილა ტრადიციული, მე მგონი 22 წლიდან იღებს სათავეს, ჩამისწორე თუ ვწდები. და ამ ყველაფერს მე მოყვა ის რომ რუსეთში ამას ქონდა ძალიან ნეგატიური გამოხმაურება, რაც არ არის გასაკვირი და მაინტერესებს რომ აი ესე ღიად ერთი ვიზიტის მეორე ვიზიტის დაწევა და მით უმეტეს ოდეკაბეს წევრი არ დაგვავისდეს სომხეთის სახელმწიფო აკეთებს ამხელა თავყრილობას და პლუს იწვევს ვლადიმერ ზელენსკის და რაღაც იქვე ორიზირში, გიუმრიში არის ამხელა რუსეთის გარნიზონი განლაგებული ჯერ კიდევ. რა იყო ეს? შენ როგორ შეფასებას აძლევ და მეორე ამ კითხვის მეორე ნაწილი მინდა ჩვენების ვიზიტთან დაკავშირებით, ესეც შენ როგორ ფიქრობ რა იყო? პირველ რიგში ახლა რუსეთში რეაქცია რაც არის გასაგებია ახლა. ძირითადი მასის რეაქცია არის, რა თქმა უნდა, უარყოფითი კი არა, უბრალოდ აი შეშფოთებული. და კიდევ ერთხელ გამოხატავენ, აი ერთ იმ ნარატივს მიეწყო, რომ რუსეთი არგავს თავის გავლენის ზონებს დრამატულად და ამავე დროს მას მუდმივად ამცირებს. ამის საწინააღმდეგოდ ახლა ზოგიერთმა დაუშვათ დაიწყო შერბილება სიტუაციის. იგივე შევჩენკო მაქსიმმა მაგალითად თქვა, რომ ახლა ესო არისო გარკვეული ფარული დიპლომატიის ეს ელფერი შეზძინა თითქოს ამას, რომ აი პუტინმა დაუშვათ იქ რაღაც გზავნილები მისცა იმას აშინიანს და ასე შემდეგ და ამგვარებენ. ახლა გასაგებია ეს და კიდე ააგო იქ კონსტრუქცია. ხო, ესეთი რამეს თქვა, რომ შესაძლოა პლატფორმა იყოსო შეხვედრისო. მე ნაკლებად პლატფორმა იყო, ახლა. მე მაგალითად ეს საერთოდ მე მეეჭვება სიმართლე. ოსტატურებად ვიბაჩნია, ასე ვთქვათ. საზოგადოებრივი აზრის დამშვიდების ოსტატურ ცდილობად რა რუსეთში. რომელ პლატფორმებზე ლაპარაკი გამოვიდა მაკრონი და სრულად გარკვევი თქვა. სრულად გარკვევი. ეს თუ მოლაპარაკების პლატფორმის ის არის, რა ქვია, ასე ვთქვათ, სიმპტომი. ეს არ ვიცი, ხა ძალიან ორიგინალური ინტერპრეტაცია გაქვია მას სიმპტომების. არა ამიტომ მას, ზოგადად.
ბევრ ასეთ ადამიანს. კერძოდ რა თქვა ახლა? ის თქვა რომ რუსეთთან კავშირი არის საშიში. ყველა რუსეთის მოკავშირე იქნა გადაგდებული, ანუ რუსეთმა ყველა არავინ არ დაიცვა. შეხედეთ ვენესუელა, მაკრონი გამოდი, მაკრონის სიტყვებს ციტირებ. ეხა მინდოდა მეც ხაზი გამესვა, რომ ზოგმარო არასწორად რო არ გაიგო. სასაცილოა, ხო? დაკარგა ვენესუელა, დაკარგა სირია კი მიატოვა ვენესუელა, მიატოვა სირია, მიატოვა კიდე ის რა ვიზე თქვა. ხო, სომხეთიც მიატოვა ყარაბაღის ომის დროს და ნუ გასაგებიაო, რომ ეს ვეღარ მიხვდითო, რომ ამათთან ურთიერთობა არ შეიძლებაო. აგერ ვარ ჩვენ ევროპელები და ჩვენთან ურთიერთეთო რა და ევროპისაო ერევანი არისო სომხეთი არისო ევროპის გეოპოლიტიკური გულიო ახლა ამ ევროპის გეოპოლიტიკური გული რო უწოდა ეს სომხეთს ამაზე ესე იგი გული გაუსკდათ ჩვენს ესე იგი ევროშაყინს რატო ჩვენ არ გვიწოდეს და გული ჩვენ ვიყავით და ფილტვი წოდა ერთმა დასწყევლოს ესე იგი ქართული ოცნებაო და ჩელიაბინსკში ვარ და რუსეთის ტუალეტად გადავიქეციტო ეს ქართული. ნუ ახლა სომხების გარკვეულ ნაწილს სომხები არ არიან უტვინო ხალხი და ხდებიან რომ ასეთი გეოპოლიტიკური გულის წოდება ესე იგი როგორც რუსები იტყვიან ჩრივატა ესე იგი მოსალოდნელია ძალიან უარყოფითი შედეგები და ამ გულში შეიძლება გულობას ტრაგედიები მოხდეს. ამიტომ იქ ძალიან სერიოზული საპროტესტო ისინიც არის განწყობები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ იმის პაშინიანის მომხრეები არიან შთაგონებულები, რომ ახლა მთელი ევროპა ჩავიდა იქ და ჩაიტანა ასე ვთქვათ ევროპული მადლი. ესე იგი და გახდნენ ევროპის გეოპოლიტიკური გული. ამჯერად ახლა მაკრონი საერთოდ ტრამპზე არანაკლები ისა აქ რა ქვია თვითწინააღმდეგობები, მოდი ასე, ლოგიკური წინააღმდეგობები. ის ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს, მესამე დღეს მესამეს და საფრანგეთში ამას ყველა მიჩვეულია სხვათა შორის და მის სიტყვებს არ ანიჭებენ არანაირ პრაქტიკულ მნიშვნელობას. ტრამპის არის. ახლა იგივე მაკრონმა სხვათა შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს მიმართ მისამართი თქვა ასეთი სიტყვები, მაგრამ თქვენ რა ევროპისკენ მოისწრაფეთ და რა ევროკავშირიო გეოგრაფია არის ითო შეხედეთ სად არის კავკასია და სად ევროკავშირიო, ხო? ახლა უცნად აღმოაჩინა რომ გული იქ პეთქს. რა ქვია, ერევანში. აი ესეთი ვითარება არის რა. რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც შეთანხმების ადგილი და შეთანხმების სიტუაცია. რა თქმა უნდა ეს არის კონფრონტაციის არეალი სამხრეთ კავკასიაში. ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ რუსებმა რომ არ იქადა ეს ახლა პუტინმა უთხრა იმას რა ქვია აშინიანს რომ ტრამპ იმას მაკრონს ასე უთხარი რომ რუსეთი ლანძღოს იქო ხო? ნუ ეს არასერიოზულია მაგრამ გასაგებია რომ პატიოსნად აღიარონ უნდა რასაც პრინციპში აღიარებენ იგივე ის იგივე მარგარიტა სიმონიანი გამოვიდა მისი აზრი იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ხო და ეროვნებით სომეხია მოგეხსენებათ რა თქვა რომ ეს ამას უნდა მოყოს კაცრი სანქციებიო რუსეთის მხრიდანო და ალბათო პუტინის შემცვლელსო მოუწევს ამ სანქციებზე წასვლა. პუტინის შემცვლელსო ხაზი მინდა გაუსვა. ეს რას ნიშნავს ახლა? სადაც მარგარიტა სიმონიანი ახლა Russia Today-ის მოგეხსენებათ რა მარგარიტა სიმონიანი პროპაგანდისტია, ასე ვთქვა და სერიოზული ისინი აბარია მაგას მექანიზმები აქვს და გამოხატავს გარკვეული ძალების განწყობას რუსეთში ბუნებრივია და როდესაც ის იძახის უკვე რომ პუტინის შემდეგ იყურება უკვე და ამას ცოცხალი პუტინის პირობებში აცხადებს გასაგებია უკვე ხო მგონი რომ განწყობები ძალიან მძიმეა ხო აი ესე უნდა განვიხილოთ ეს ახლა რეალურად პრაქტიკულად რა ხდება პრაქტიკულად სტრატეგია ასეთია ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია რომ სომხეთი ახლა ბუნებრივია და გამოიკვეთა რომ ეს არის სულად კონკრეტული ინტერესის სფერო ევროკავშირისთვის
ევროკავშირი ოცნებობს იმაზე, რომ შუა დერეფანზე კონტროლი დაამყაროს და კონტროლი დაამყაროს ოღონდ ისე, რომ სომხეთი მიიღოს მისი სატელიტი, მისი პოლიტიკის დამტარი და საქართველოშიც მოიყვანოს სახელმწიფოებაში ისეთი ძალა, რომელიც იქნება სომხეთის ესე იგი, პაშინიანის მოდი ასე ვთქვათ, თანამებრძოლი კი არა, თანამოაზრე. და აი ეს სომხეთ საქართველო გამოიყენონ უკვე იმისთვის, რომ მართონ პროცესები შუა დერეფანში. და არა მარტო იქ. ანუ ეს ძალიან ჭკვიანური ჩანაფიქრია, რომელსაც ახორციელებენ ძალიან ასე ვთქვათ ოსტატურად. ამავე დროს ეხლა გასაგებია, რომ რუსეთს არანაირი პერკეტები ამის შესაკავებლად არ აქვს. უბრალოდ ქონდა და თვითონ მოიკვეთა, ასე ვთქვათ, მეტად ბრძნული პოლიტიკის შედეგად, რომელსაც აწარმოებენ ამდენი წლის მანძილზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასე ვთქვათ, მისი პრეზიდენტი ცხადია. აქედან გამომდინარე, აი ესეთი ვითარება დადგა. მოყვება თუ არა ამას სანქციები რუსეთიდან. რუსეთს აქვს ახლა ესეთი ამას რა ის რასაც პუტინი ეუბნებოდა იმას პაშინიანს ორ სკამზე ვერ დაждდებიო, ან ის აირჩია, ან ეს აირჩიო. ეს თავისთავად ზოგადად ძალიან არასერიოზულია ესეთი დაყენება საკითხის საჯაროდ. ხომ? რა თქმა უნდა. მით უმეტეს არასერიოზულია, რომ დაუშვათ ისაუბრო იმაზე, რომ ახლა დაუშვათ ამას, იმიტომ ეუბნებოდა პუტინი, რომ საიდუმლოდ უთხრა არიქამ მაკრონთან მომალაპარაკებო. ეს უკვე ძალიან სასაცილოა რა, აი მართლაც ხანდახან უბრალოდ გაგიკვირდება ისეთი, რომ მიიყვანო. ისეთ კომენტარებს გაიგებ ხოლმე. კომენტარებს კი არა, სერიოზული ხალხი ლაპარაკობს, ხა ბევრი რაღაცა მომისმენია, მაგრამ ახლა შიზოფრენიულია, ხა ბევრი ამბობდა, რომ მადუროს მაგალითად ამერიკელები მოელაპარაკენ და ის ნებაყოფილობით გაყვა ციხეში, ცოლითაცემინა თან და ასე თქვა. ბევრი, ისეთ რაღაცებს გაიგებ, აი დასრული ადამიანებისგან მართლაც რომ გაგიკვირდება რა და ამას ალაპარაკობენ ჭკვიანური სახეები. რა თქმა უნდა ეს კონფრონტაციული რეჟიმია, რა თქმა უნდა გავლენისთვის ბრძოლა, გეოპოლიტიკა სხვა ჟანრში არ მიმდინარეობს. არ არსებობს დაუშვათ, სულ მიმდინარეობს ბრძოლა და მშვიდობა არის ბრძოლის დროს პაუზები. აი ეს არის მშვიდობა. ხანგრძლივი მშვიდობა დგება ხოლმე მაშინ, როდესაც დაუშვათ რაღაცა ესეთი იალტა პოცდამის მშვიდობა დიდი ომის შემდეგ დგება. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ფლუქტუაციის პირობებში, როდესაც მთლიანად ირევა ეს არეულია გეოპოლიტიკური ველი და ახალი გადალაგება მიდის გავლენების და ამ დროს რო ის ლაპარაკო, რომ შემთხვევით ის არის, რა ქვია, შემთხვევით კი არა, უბრალოდ შეთანხმებები ხდება. ხო და ახლა თურმე შეთანხმება სჭირდება, რომ იქ ერევანში მოეწყოს ისა, რა ქვია, და იქ ვითომ სხვა მექანიზმი არ არსებობს, რომ დაუშვათ ლიდერებს შორის მოლაპარაკება შედგა. რა ტელეფონს ვერ აიღებენ, ვერ შეხვდებიან, იქ საფრანგეთში ვერ გააგზავნიან ემისრებს თუ რა პაშინიანზე რა ხო გასაგებია. თან მაკრონს ჰქონდა არაერთი გამოცდილება მსგავსი, რომ ტელეფონი დალაპარაკებოდა პუტინს. რა თქმა უნდა. ხო, ასე რომ ეს ჩანაფიქრია, ამავე დროს რა თქმა უნდა იქ არის სხვადასხვა ინტერესები, ესაა თურქეთის ინტერესი, მაგალითად თურქეთის როლი, თავისთვის იბრძვის თურქეთი, ირანი, რომელიც ძალიან სერიოზული აქტორია და იმ რეგიონში ერევნის იმის რა ქვია, სომხეთის მოსაზღვრეა და აზერბაიჯანის მოსაზღვრეა. იქ აზერბაიჯანის საკითხია, რომელსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვს εμასთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტიდან პარლამენტთან შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა და ევრონესტთან. ხო და იქ განცხადება გააკეთა ევროპის პარლამენტის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა და ძალიან მკაცრად უპასუხა პაშინიანს. ანუ სხვადასხვა ძალები იბრძვიან თავთავიანთი ინტერესებით. და ახლა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რუსეთის როლი სულ უფრო და უფრო და რუსეთის პერკეტები მოახდინოს გავლენა სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაზე, სულ უფრო და უფრო სუსტდება და ეს ჩვენ თვალწინ მოხდა. რა ხდება? ახლა კითხვა იმის შესახებ ისმის კითხვა, რომ
თუ მოხდა ისე რომ რუსეთსა და სომხეთს შორის სამხრეთი უნდა გავიდეს ოდეკაბედან ლოგიკური სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ მოაწერა სტრატეგიულ ხელშეკრულებას იმის რა ქვია ბრიტანეთთან მოაწერა და ახლა როგორ შეიძლება თან ოდეკაბესთან იყოს სტრატეგიული რა ქვია ოდეკაბეს წევრი იყოს და თან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოაწეროს ხელი სომხეთმა ევროკავშირთან, როცა ევროკავშირს ომია გამოცხადებული რუსეთთან. აი ეს ახლა ხო პოდვითი რეალობა არის. მით უმეტეს ახლა ჩვენ დავინახეთ იქ ზელენსკის ასე ვთქვათ ღია მუქარა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომ ის დაბომბავს კრემლს. დაბომბავს ისა 9 მაისის ასე ვთქვათ არაც აღლუმს ჩაშლის ну ახლა და ასეთ პირობებში ეს შეთანხმების ის არის ტრანს პლატფორმა რა თქმა უნდა ეს ბოდვა და აბსურდია ხო ახლა რაც შეეხება ამ თვითონ ამ საკითხს საქართველოს დელეგაციის ჩასვლის საკითხს ახლა საქართველოს დელეგაცია ჩავიდა იქ იმიტომ რომ საერთოდ ჩემი პოზიცია ასეთია რომ ყველგან უნდა ჩავიდეს ყველას უნდა ელაპარაკოს თუ სერიოზულად უდგები საკითხს საერთოდ ყველა ფორმატში უნდა ისაუბრო იმიტომ თუ ისაუბრებ შეიძლება რაღაცას მიაღწიო და თუ არ ისაუბრებ გარანტირებულად ვერაფერს ვერ მიაღწევ და რომელი ჯობია მე მგონი ამაზე სერიოზული მსჯელობა არ ცხობს მით უმეტეს მეზობლებთან უნდა ჩახვიდე ეგ ორჯერ 2-4 ახლა აქ საქართველოში გაიყო აზრი ერთი განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ვინც არის ამ დასავლეთის მიმართ და ასეთები ძალიან ბევრია იმიტომ რომ ახლა საქართველოს ტრადიციონალისტური საზოგადოება და ძალიან კარგად ხედავს და ახსოვს ჯერ რა ველური ზეწოლა მიდიოდა იმისთვის რომ საქართველოში გინდა თუ არა მიგვეღო ჩვენ აი ის LGBT დღის წესრიგი და ჩაგვეტარებინა ესე ვთქვათ LGBT მარშები და ასე შემდეგ შეგვეტანა სკოლებში სახელმძღვანელოები სადაც ბედნიერებას ვასწავლით ჩვენ ბავშვებს LGBT იმის რა ქვია იდეოლოგიის და აგვეშვა იქ ესე იგი გენდერული ის ოპერაციების კესის შესაძლებელი და ასე შემდეგ უამრავ რაღაცები წერია იმ იმაში რა ქვია ასოცირების ხელშეკრულებაში ანუ ორი რაღაცა იდეოლოგია მიიღე და ასეთ შემთხვევაში შენ ჩემ სტანდარტებში მოექცევი თუმცა ამ სტანდარტების მიხედვით არაფერი პრივილეგია არ იქნება პირიქით იქნება განაპირა კოლონიური ქვეყანა რომელიც იქნება ფულის წყარო დაუშვათ და რესურსების წყარო ევროკავშირის ამავე დროს სხვა გამოსავალსაც არ დაგიტოვებ კი ბატონო აი ეს არის ხო ანუ ჩვენები უნდა ჩასულიყვნენ იმიტომ რომ რეგიონალური პროექტი იყო პროექტი არა პლატფორმა უბრალოდ კომუნიკაციის თუნდაც კომუნიკაციისთვის საქართველოს არ შეიძლება ბოიკოტი გამოეცხადებინა ჩვენ არა ვართ იმ მდგომარეობაში არა გვაქვს ის პარამეტრები რომ ახლა ბოიკოტები უცხადოთ ყველას ანუ ეს ერის სადაც ახლა რუსეთთან ლაპარაკის დროს ეს ბოიკოტი ხო ძალიან გამოგვადგა და მივიღეთ ბატონო ხო და ახლა ევროკავშირთან ბოიკოტი კიდე ხო სამეტანი იქნებოდა და საერთოდ ეს თემები რატო ჩახვედი და რატო არ ჩახვედი ეს სულელია ჩახვედი და რა მოხდა ჩახვედი და ელაპარაკე შეიძლება მოილაპარაკო შეიძლება ვერ მოილაპარაკო შენი ხო უნდა უთხრა შენი პოზიცია ხო როგორ შეიძლება დაუშვათ აი ესე არა მე მაგას არ ველაპარაკები ეს არის ინფანტილიზმი რაღაც საოცარი რომელიც ასევე თავზე მოგვახვიეს ეს კოლონიური მმართველობის დროს შენ მარტო არ ლაპარაკო რა იმიტომ რომ რაღაცას არ მიაღწიო შედეგს ისეც რომელსაც მე ვერ მართავ და ჩემთვის რომელიც არ იქნება მისაღები ეს არის და ეს ამიტომაც ჩავიდნენ და რა ვიცი ახლა ვილაპარაკეთ თუ იქ ნახეთ ახლა კადრები იქნა გამოქვეყნებული და ახლა ინდონეზიამ ახლა ესე ინდონეზიაზე დაცემულია ეს საზოგადოებრივი აზროვნება რომ არ იქა ახლა რომ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს მაკრონმა და ყობახიძემ ამან გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის აღშფოთება რაღაც საოცარი პოსტი გამოაცხო თავის სტილში სალომე ზურაბიშვილი ახლა გაუძლებდა მარტო ხელა იმას ადამიანი
არამდგრად ფსიქიკურ მდგომარეობაში ყოფ ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ მარტო სალომეს აიტანდა კაცი ხო? მარტო სალომეს აიტანდა, მაგრამ რამდენია ახლა ასეთი ესე ვთქვათ. თანამესალომენი. ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს ჩეყრილი სალმობა იგონებისაი. აი რამდენია ასეთი სამწუხაროდ. ნუ ამის გარდა აღტყინდნენ ესე იგი ძალიან იმით რომ აი ამხელა ბედნიერება ერგო სომხეთს რომ იქ ჩავიდნენ ასე დიადი ადამიანები და ნუ აი ეს ყურმოჭრილი მონობისა სერვილიზმის რაღაც საოცარი ფორმები გამოვლინდა სხვადასხვა მედიებით და იმით Facebook-ში განსაკუთრებით ნუ ლამის არის რომ ესე იგი წავიდნენ და დაკოცნონ ურსულა ფონ დერ ლაიენის და ემანუელ მაკრონის ნატერფალნი. აი რაღაც საოცარი აი მართლაც უყურებ ვერ ვიჯერებ რომ ამ ადამიანებს რაღაც თქოს აი რაღაც ის მახსენდება ძინარე ზეთუნახავის სიუჟეტი რაღაც ძინარე ქალაქი როა და რაღაც ძინავთ ამათ რაღაც საოცარი სიგიჟეა ეს რაღაც მეც კიდე რამ გამაგიჟა ის რო დაიწყეს პოზიციების შესწორება ვინ მივიდა პირველად კობახიძე მივიდა ზელესკისთან თუ ზელესკი მივიდა პირველად კობახიძესთან ხვდები როგორ არ ხვდები კაცო როგორ არ ხვდები მე ადრე ამას ვაბრალებდი განათლების პროგრამის არ არსებობას მაგრამ მე ჩვენი თაობა და ჩვენზე უფროსების კომენტარები წავიკითხე და იმად ნამდვილად არ შეხებიათ განათლების პროგრამა და აი ამათ რა ჭირდება არ მესმის რაც დასრული მამაკაცები აი სალომე იქით იყოს არ ვიცი მე მაგალითად ასეთი ტიპის აი სრულიად აი რა ვიცი აი ამაზრზენი მონური რაღაც დამოკიდებულება რომ აი სადღაც თავის თან ამაში ხო სიამოვნებას პოულობენ რაღაცას არა ყველა ხო ფულს არიღებს ოსო ხო ფაქტია რაღაცა თავის ინიციატივით არის ხო ვის ეყოფა ამდენი ფული სად არის უბრალოდ ნუ რაღაცა ესე იგი თავის დამცირებაში და ვიშვიში რომ სადღაც არიან ვითომ რუსეთში მოხთ ჩელიაბინსკში არიან და ამ დროს ბედნიერ სომხეთს ეწვია ზეადამიანები და ევროპულ იმაში არიან ბედნიერებაში არ ვიცი ეს რა ქვია ამ ავადმყოფებს მართლა რა ქვია აი თავი შეგზულდება ადამიანები ახართ ისიც ადამიანი შენც ადამიანი ხარ უპატრონო მართლა რა უბედურებაა უბრალოდ აი გაოცებული ვარ მწვენია რა მართლა ამდენი ხალხი აუჭვიათ ეს რაღაც ევროპის ჩარჩუები და ეს უკრაინის ფერებში ამ ზელენსკის უყურებენ და მიაჩნიათ რომ ეს ადამიანია საერთოდ არც არაფერს არ კითხულობენ არც არაფერს არ უსმენენ რაღაც თავისი პატარა თუ დიდი ჯგუფები ყავს რაღაცა ბაბლები და იმ ბაბლებში გააგიშეს ერთმანეთის საერთოდ ამათ მიმას რა ქვია ზუკერბერგს მიეცა ამათი ცოდვა და გუტენბერგს კიდე რომ წერა კითხვა გახადა ესე იგი ხელმისაწვდომი იყვნენ პატიოსნად თავისთვის და კიდე ერთი გაკვირვება ჩემი ის რომ არავინ არ ინტერესდება მარტო რუსული მედია კი არა უკრაინული მედიაც ლაპარაკობს უკვე მე-3 თუ მე-4 ტალღა დაიწყო კორუფციის ისრაელიც კი ჩართულია უკვე შიგნით ხვდები ნებით თუ უნებლიეთ და ყველა საბოლოო ჯამში მაშინ რა ქვია უკრაინის რადაში ხელს იშველს პირველ სამეულზე მეუღლესაც კი გადაწვდნენ უკვე და ეს საერთოდ არაფერი არ ყოფილა თავარი არის იდეა და ამ იდეის უკან რა არის როგორ არის ამას ეს არავის არ აინტერესებს და ის იდეაც რო იდეა არ არის არა რა იდეაა კაცო ჩვეულებრივი ის არის ჩვეულებრივი ეს ორი მოდი ასე ვთქვათ აი უიარაღო ცნობილ რომანის ბოლოს სიტყვებს გაგახსენეთ არც ერთი იყო ესა რა ქვია ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი ორივე ბეთქრული საქართველოს შვილები იყვნენ არც ერთია უკრაინელი და არც მეორე რუსი ერთმანეთს ვინც აომებს ამ ორივე ერთი ქალაქის ისინი არიან კაზაკები ასე რა სინამდვილეში რა
იერუსალიმსკი კაზაკი ესე რომ თქვა აქედან ერთი სიონისტები არიან იქიდან კიდე ხასიდები ბენ ლაზარი და ეს ერთმანეთზე და ერთმანეთთან ყველაზე სასაცილო ისე რომ ფორწილებს რო იხდიან ერთმანეთში და აომებენ ამედურებს და განადგურებინეს და იგი გენოფონდი მთლიანად ესე იგი რა ვიცი კატასტროფული ვითარება არის შექმნეს კილზონა აიარაღებენ და მიდის ომი და ეს ჩვენი ბრიყვები ესე იგი ვერაფერ ვერ მიხვდნენ რაშია საქმე რომ ეს საერთოდ არ არის არც რუსეთის ინტერესებისთვის მიმდინარე ომი და არც უკრაინის ინტერესებისთვის სხვა ინტერესებია ხო რა პროექტებიც არის კი ვიცით კი ბატონო და რუსეთის თავის როლს თამაშობს ამ კონფლიქტში და რუსეთი როგორ თამაშობს რუსეთია მთავარი მანდ იმის ვისაც კიდე გონია ხო ამაზე ესე იმას არ შეაგინებ ის ამას არ ამათ უნდათ რომ აგინონ და ერთიც და მეორეც ერთი და იგივე იმას ასრულებს რა ქვია როლს ასრულებს და სამწუხაროდ საბედნიეროდ მიხვდნენ ახლა იმაში რუსეთში რაც ხდება და იმედია რომ იმას იზამენ მოაცილებენ ამ იმას რა ქვია ამ ომის გამჩაღებლებს და უკრაინაზეც იმოქმედებენ და რაღაცნაირად გამონახავენ იმას საშუალებებს რომ შეწყდეს ეს მათამკვლელი ომი ეს მათამკვლელი ომი კაცო ეს ჩვენი ისინი არიან სლავები არიან ისინი არიან კაცო მართლმადიდებლები არიან ქრისტიანები არიან ერთმოწმუნე ხალხებია ეს ორივე უკრაინელებიც და რუსებიც ხო მე კიდე იცი რა მაკვირებს რომ რამდენი ხანი მოანდომა რუსეთის პრეზიდენტმა იმის ლოდინში რომ რაღაცა შეიცვლებოდა და საბოლოო ჯამში არაფერი არ იცვლება თუ შენ თვითონ არ შეცვალე ხო და ჩვენ რო გავიხსენოთ ახლა რუსეთის იმპერიის დაშლა როდიდან დაიწყო და რისთვის იყო ეს ყველას გონია რომ მარტო რესურსები ხეტყე და ნავთობი და ახლა როცა რუსეთის იმპერია ნიკოლოზ მეორის როცა რუსეთის იმპერიის დაშლაზე იყო საუბარი მაშინ არც რუსეთის ხეტყე აინტერესებდა და არც მათი ნავთობი იმიტომ იყო ბაქოს ნავთობზე იჯდა მთელი რევოლუციური ფლანგი ხო იქ იყო რა რომ აღარ გლობალური პროექტი რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა უშლიდა ხელს რა მოკლედ ეს მართლმადიდებლური ის იყო რა სახელმწიფო ერთადერთი შემაკავებელი მე მაგას მოყვებოდა აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური სამყარო სამხრეთ კავკასიამ ჩვენ მეგულისხმებოდით და ნუ მე ირიბად ბერძნებსაც მოხვდებოდა აი ამას ემსახურება ეს ყველაფერი და ეს ახლა ჩვენ საუბრობთ აგერ 2026-ია და შენ თბილისში ხარ მე ნიუ-იორკში და აი უბრალოდ მართლა გაკვირვებას ვარ რა რომ ამას უნდა 4 წელიწად ნახევარი ჭირდება და რა ვიცი მე 5 მილიონი რუსის შეწირვა აი უკრაინელები გასაგებია ნაყიდი ყავთ მაგრამ ნუ რას იზავ არა ნაყიდი რა მანდ უკრაინაში ნუ გაცილებით უფრო აი უკრაინაში არის ზუსტად ისეთი რეჟიმი როგორც დაამყარა თავის დროზე ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ ტროცკიმ და ლენინი ანუ ეს ეგ რეჟიმია და ზუსტად ეგ შემადგენლობა არის ეთნიკური ზუსტად ერთი და იგივე მეთოდებია ეს არის ძალიან ეფექტური მართლობა და თავისი კლანჭებიდან ეგენი მაგას არ გაუშვებენ არავითარ შემთხვევაში აი ეგ არის და ბოლომდე არ მიიყვანენ დაიყვანენ ყუამდე აი ეს ესმის ძალიან ბევრ უკრაინელს იმიტომაც გარბიან იმ ქვეყნიდან ხო ომი რო არ უნდათ ხო აქ რამდენი არიან იცი ომი კი არა ბევრი ხდება ის ძალიან საზრიანი ხალხია ბევრი იქა და უბრალოდ მოექცნენ ამ კლანჭებში რა იმის დროს რა რევოლუციის დროს რა ხდებოდა რა მოხდა იქ რა მექანიზმით მოხდა რევოლუცია ამაზე კიდე ცალკეთ რა ვიცი რა ცალკე გადაცემა მიუძღვნათ თუ გინდა კი ბატონო დიდი შეამოვნებით კი იმ მოახდინა ვისი პროექტი იყო და საფუძველი სადაა საფუძველი საუკუნეებში ჩადის იქა და კი ბატონო კი ბატონო ყველა იმ პრობლემს კიდე ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა იმ ძალებმა რომლებიც ფაქტიურად დღესაც იგივე პოზიციებზე არიან და მთელ ფულს ეგენი აკონტროლებენ და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს. ზუსტად. ხო და ახლა აქედან გამომდინარე ეს უკრაინა არის აი იმაში კლანჭებში ასე. რუსეთი კიდე ახორციელებს თავის პროექტს თავის იმეებთან ერთად იქ. თავის ბენ ლაზართან ერთად ასე ვთქვათ და ხაბატთან ერთად. ხაბატის წევრები არიან ეგერ ტრამპის სიძე ვინ არის? უიტკოფი ვინ არის? ახლა ვინ დანიშნა ირანთან მოლაპარაკება? რატო განახდა ახლა ომი?
სტიუარტი რო დანიშნა იმან მომლაპარაკებლად, რა ქვია, ტრამპმა ირანთან. ეხლა სტიუარტი რო დანიშნა, ვინ არის სტიუარტი ღიად გადაგებს იმას, რომ ირანი უნდა განადგურდეს და დაუნიშნა მომლაპარაკებლად. ხო. ეხლა და რა მშვიდობა უნდა? მშვიდობა კი არა. ეძებენ გზებს, როგორ გაანადგურონ ირანი. არავით არის მშვიდობა ამ შემთხვევაში არის დიდი ტყუილის ესე პოლიტიკაა რა, როგორც სუნძე ამბობდა, ხო, ომი არის დიდი ტყუილის ხელოვნება. ეგ არის რა. ეხლა ვისაც გონია რომ ეს შეჩერდება, ვერ შეჩერდება იმ შემთხვევაში თუ მართლა დაუშვათ კატასტროფული სიტუაცია შეექმნათ. თორე გამოვიდა დღეს ლინცი გრემი და რაები ილაპარაკა. აბა. ეს არანორმალური პედოფილი ის რა ქვია, უბრალოდ ეს ჰომოსექსუალისტი ჩვეულებრივ როგორც ყველა მათგანი იქ ვინც არიან ეს ავადმყოფები, ომის გამჩაღებლები, ეს მართლა ავადმყოფი ვიღაც ირანელმა ისაო რა ქვია. რა ილაპარაკა, წარმოვიდგინე რომ უნდა შევაიარაღოთო, აჯანყება რომ მოვაწყოთო და ერთიაო რომ დაუშვათო. რასი, აი აბსოლუტურ ტყუილებს ხო ლაპარაკო, აი სრული ტყუილია, ხო, რომელიც მის ტვინშიც იმდენჯერ მოიტყუა რომ მის ტვინშიც კი ის არის რა ქვია, უკვე ამ ტყუილის მიხედვით მოქმედებს, ხო? და რა უნდა დაიწყონ კვლავ ომი ახლა ამას უკადაგებენ ხო ტრამპს გამანადგურებელი დარტყმები მივაყენოთ დავხოცოთ გავანადგუროთ ატომური იარაღი გამოვიყენოთ ტრამპს უმალავდნენ იმას ყოდებს როგორც ირკვევა თორე კომიციან ეგ ამერიკაში ის კეინი ყოჩახ რა როგორი ისეთი გამოდგა ხო პრინციპული ხო როარ დაემალა შეიძლება ამ ერთი კვირის წინ ატომური ომის მოწმენი გამხდარიყავით რო წარმოვიდგინე სხვათა შორის შენ კარგად გახსოვს ის გენერალი რო იყო ასევე 400-სლავიანი მილი გახსოვს იმან რო ჩინეთს მიწერა რო არის ნერვიულოთო ამან რო აურიოსო მე მაინც არ მივცემო იმასო გასაყიდო კი როგორ არ ესე იგი ეს არ იყო თლად აი მას საფუძვლოს მოკლებული მილი გენერალი მილი ხო არ იყო კი არა ისიც იგივე იყო ეს რელიგიური გიჟები ეს ავადმყოფები მზად არიან ის პენტაგონი რატო ღრის ის ექსეთი ის კიდე საერთოდ ის მოვლენა არადო ფოქსზე იყო ერთი უსახური ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი წამყვანი და სად მოვიდა უცებ სად მოვიდა და რა ებს ლაპარაკობს და ასაოცრებებს იძახის კაცო ასაოცრებებს იძახის ეს რაღაც წარმოუდგენელია რაც მან ხდება მართლა ამას ხო ამერიკელი ხალხი იცის ხო მაგრამ არ ვიცი აქ უკვე ისე ვიტყვი რა მაგალითად გუშინ უკვე 4.50 ჩავასხი бенზინი და ეს იმიტომ ვთქვი რომ აქ ყველაფერი საწვევის ფაზია მიბმული და არ არის დრო შორს თუ ესე გაგძელდა რომ უკვე გამოსვლების დაიწყო სოციალურ ფონზე და აქ გამოსვლები ძალიან მტკივნეულია ისე არ ჩაივლის ხოლმე როგორც რიგ ქვეყნებში და გამოსვლები რო დაიწყებს მე დემოკრატები მოხდა ხელისუფლებაში იქით ის არის წყალი და აქეთ მეწყერი ხო ეგრე არ არის ეგრეა ზუსტად ხო და მე ეხლა ამერიკაზე უბრალოდ არ მინდა გადავიდე ამაზე ცალკე მინდა მე და შენ ვისაუბროთ მიბმულია ერთმანეთთან მე ხო და აი წარმოვიდგინე არ გამოდის საუბარი რა და 400 მილიონამდე სახელმწიფოა 350 მილიონია დღემდე რავი რო შევდივარ მაგრამ დაუშვათ ეგრეა თუმცა მეტია 350 მილიონზე მოდის 420 მილიონი ესა ერთეული იარაღი 420 მილიონი ეს რაც დაფიქსირებულია და ხო წარმოვიდგენი ხა რაც ჩავ ბაზარზე იყიდება ხო და აქ ტრისას იმიტომ დეზინტეგრაციის საწყისები თუ ერთხელ დაიწყო მე ძნელი შესაჩერებელი იქნება რა ძალიან ძნელი შესაჩერებელი ახლა ამერიკაში ზოგადად დეზინტეგრაციას ჩვენ რო განვიხილოთ როგორ მოხდა სამოქალაქო ომი მაგალითად ამერიკაში ვისაც გონია რომ ეს მართლა ისე მოხდა რა ქვია თავისით გაიყვნენ და ასე შემდეგ ხო ამ თლად მონობის ამბავი იყო საერთოდ არ იყო ეგ მონობა ეს მეორე მხარე იყო ეს იყო პროექტი უნდა გაყოფილიყო საერთოდ და იქით ამ მხარეს ლაიონელ როჩილდი უნდა ყოფილიყო კანადას უნდა წაე კანადა და ანუ ბრიტანული როჩილდების უნდა ყოფილიყო ეს ახალი ბრიტანეთი რაც არის ვანკუვერის მხარე ანუ ისეთი ორივე როჩილდა ოღონ ორად უნდა ყოფილიყო და ორივე უნდა ყოფილიყო როჩილდების და ემას ხელი შეუშალა ვინ
ხელი შეუშალეს ევროპელებმა, ხელი შეუშალეს ალექსანდრე მეორემ შეუშალა ხელი სწორედ. და კიდე იქ ავსტრო-უნგრეთის იმან რა ქვია, იოსებმა და გერმანელებმა შეუშალეს ხელი. ეს სასტიკად იძიეს შურის ხათაშუქი. რამდენი თავდასხმა იყო იმაზე. ალექსანდრე ბოლოს მოკლეს. და ერთის და მეორე სახელმწიფო ერთი აღარ იყო და მეორე სახელმწიფოც აღარ იყო და აღარც იმპერია და არაფერი აღარ იყო. ქვაქვაზე არ დატოვეს. ავსტრო-უნგრეთი. არის ეს ახლა ვისაც გონია რომ დაუშვათ ეს რაღაცა ჩვენ რაღაცას ვიგორდებთ და არის ეს კონკრეტული ისტორიული ფაქტებია შევიდნენ ნახონ ნოტებია იქა ფლოტი გააგზავნა ომით დაემუქრა თუ ვინმე დაუშვათ ამას განახორციელებდა და ეს პროექტი ვერ განხორციელდა ამ სამოქალაქო ომის შედეგად მაგრამ ეს რატო გავიხსენეთ ახლა ჩვენ დეზინტეგრაციასთან დაკავშირებით იგივე ძალები მოქმედებენ დღესაც ფოთაშოვის ძალიან საინტერესო პასაჟები იყო იგივე დაუშვათ ინგლისის მეფის ვიზიტისას ჩვენო თეთრი სახლიო კარგად გავარემონტეთო ხო თუ როგორ ვთქვა ეს დაწვა მიუნიშნა რა რომ დაწვის დაწვა ხო დაუწვითო ერთ დროს კარგი რემონტი გავაკეთეთო ჩვენო ხო რაღაცა ეგეთი უთხრა მე ამან უთხრა თქვენ ფრანგები იქნებოდ მოკლედ ფრანგულად ილაპარაკებდითო ხო ხო ისა საკმაოდ ცოცხალი ისტორიული მეხსიერებებია რაც ნიშნავს იმას რომ იგივე გეგმები და იგივე პროცესები მიმდინარეობს ჩვენ დიდ დრო გავიდა რაც ტრამპი იპყრობდა იმას გრენლანდიას და ალიასკას ხო ალიასკას გრენლანდიას უბრალოდ აი აქ შენ კარგად ახსენე კანადა და კიდე კაი არის ამომიტვიდა რომ ესე იგი კარნიც იყო ჩასული კი კარნი იყო შენ რას ფიქრობ ხე ამას რომ ამერიკელები შეხედავდნენ ამერიკელები ხმამაღალი ნათქვამია მოკლედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ეს ხო არა მარტო რუსეთზე გაღიზიანება გამოწვევა ეს ხო ფაქტობრივად ამერიკის დადაბლება ხარისხში რა თქმა უნდა და ტრამპი კბილებს აღჭიალებს ნუ ახლა აქ როგორი სიტუაციაა რომ ევროპელები ამ შემთხვევაში ანუ რომელიც დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებული ხო ეს ევროკავშირი და ეს გლობალისტური პროექტია და ევროკავშირში არიან ამერიკელი დემოკრატები მათი კონცეფცია არის ისეთი რომ უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე აი პრინცია თუ მეფე კარლი რო იყო იქ ჩასული თქვენთან რო იყო ჩამოსული კონგრესში მან ამაზე ღია მოწოდება გააკეთა ხომ გვახსოვს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია როგორც ხედავთ ძირითად აქცენტს ვიზე აკეთებენ ირანზე ხო ანუ კონცეპტუალური ის არის აქ დასავლეთი ზოგადად აი ეს ბლოკი ხო მიუხედავად შიდა წინააღმდეგობებისა ის გარკვეულ საკითხებში ერთიანია მაგრამ ამავე დროს ის არის რა ქვია ტაქტიკური ისინი აქვს რა ქვია როგორც ერთიან თელს ტაქტიკური განსხვავებები აქვს და ტაქტიკური უთანხმოებები აქვს აი ახლა ეს ტაქტიკური უთანხმოებები დაუშვათ ხშირ შემთხვევაში ატარებს ძალიან მძაფრ ხასიათს და შეიძლება შიგნიდან ღვევა გამოიწვიოს აი ეგეთი ვითარება არის ახლა ირანთან და ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია კონკრეტულად ველზე რა ხდება ანუ რომელი უფრო რეალისტური პროექტია ახლა რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციას იმ შემთხვევაში თუ წარუმატებლობა დაემართება იმაში ირანში მას სასტიკად დატუქსავენ ეს რესპუბლიკელებისთვის და მაგასთვის იქნება სრული კრახი იმიტომ რომ ფაქტიურად მან რესურსები გადაისროლა იქით და წააგო ესეთი სურათი დადგება ხო ანუ ამ შემთხვევაში კონცეფცია დემოკრატების კონცეფცია და გლობალისტების კონცეფცია რომელიც აგერ უკრაინაში მიმდინარე ომზე იყო ორიენტირებული აღმოჩნდება რომ აი ისინი მართლები იყვნენ ტრამპმა ხო შეანელა აქეთ ასე ვთქვათ ზეწოლა ხო მოუწოდა ჩარლზმა რომ ყურადღება გადმოიტანეთო აქეთკენო ხო გაანებეთ თავი იქ მთავრობასო ხო
იქაურობას თავი გაანებეთ, ანუ იქ სხვა შევანელოთ ამ რესურსების ხარჯვა და გადავიტანოთ ყურადღება ერთიანი დასავლეთის, გადავიტანოთ უკრაინაზე, რომ დავამარცხოთ რუსეთი და დავეპატრონოთ მის რესურსებს. ანუ მთლიანად ეს უფრო ეფექტურ და სტრატეგიულად გამართლებულ მიზნად მიაჩნიათ. ესე არ არის? კი ბატონო. ახლა შეგახსენებთ, რომ მაგალითად იგივე ყირიმის ომის დროს როგორ მოხდა ყირიმის ომი? ყირიმის ომი თურქეთმა და რუსეთმა, თურქეთი მუდმივად მარცხდებოდა დასუსტების გზაზე, მიმავალი თურქეთის იმპერია მუდმივად მარცხდებოდა აღმავალ გზაზე ყოფ რუსეთთან, ხო? და მაშინ Николос პირველი, რომელიც მიიჩნეოდა ნიადნა პუშკანი ვისტრელი без разрешения русского царя, ხო? ანუ ამხელა ის ქონდა ნაპოლეონი დაამარცხეს ჯერ კიდე მერე ხალხი კონცერტი იყო იქ მისი რაკვი ვენის კონცერტი ეგრეთ წოდებული ევროპის ხალხების და დამყარდა ეს მშვიდობა ასე ვთქვათ ევროპაში. მერე აჯანყი იხსნა მან იმპერატორი იოსები ავსტრიელი თვითონ ნიკოლოს პირველის ჯარებმა და მიეცა რომ ის იყო სრულიად ესე იგი მისი პოზიციები იყო სრულიად უძლეველი. მაგრამ რა მოხდა მერე ჩაითრიეს ამ ომში და დაამარცხეს ყირიმის ომში. რა მოყვა ყირიმის ომში დამარცხებას? რა მოყვა და მოყვა ევროპული კაპიტალის, კერძოდ ბრიტანული კაპიტალის მიერ ფაქტიურად მთელი რუსეთის აქტივების შესყიდვა, ანუ ეგრეთ წოდებული ინვესტიციები. ახლა ეს ინვესტიციები რა ის მიიღო, რა ქვია? მასშტაბები მიიღო, ეს ცნობილია, ხო? უზარმაზარი კონცესიები ჰქონდათ აღებული, ფაქტურად ფლობდნენ ძალიან უზარმაზარ ქონებას, იგივე ბრიტანელები. კი. ბრიტანელები მაგალითად დონბას კლient ბრიტანული პროექტია. სხვათა შორის. რო ვიცოდე დონბასის რესურსების ათვისება. 84% ჰქონდათ გონი იმის რაღაც დიდი ვალები ჰქონდათ იმას. კი ბატონო, და სხვათა შორის დამარცხებული ქვეყნის შესყიდვა მოქმედებს ყველა სახელმწიფოს მასშტაბზე, არა აქვს მნიშვნელობა ისეთივე დიდი როგორც რუსეთის იმპერია იყო თუ იგივე საქართველო, არა აქვს მნიშვნელობა. დამარცხებული ქვეყნის შესყიდვა შეიძლება ყოველთვის და ძალიან კაი ფასში. ძალიან იაფად. სწორედ ამისკენ მოუწოდებდა პრინცი ჩარლზი, ახლა პრინცი და მეფე ჩარლზი, რომ აგერ საქმე გაკეთებულია ფაქტიურად რუსეთი მალე მუხლებზე დავაჩოქებთ. ხო? ყავს იქ ჩვენი აგენტურა, ასე ვთქვათ. უხვად წარმოდგენილი რუსეთის სხვადასხვა კოშკებში. და მივიღებთ იგივე სურათს, ესე იგი ჩვენ დასავლეთი ახალ სუნთქვას შეიძენს ამით და ეს უკვე მერე გადადის გლობალურ დომინირების პერსპექტივას აჩენს. და ეს არის რა, მოკლედ ეს წინააღმდეგობებია დასავლეთში, მაგრამ ეს წინააღმდეგობები კიდევ კარგი რო არის, თორემ აგვეშველებოდა ნამდვილად. მართლა აგვეშველებოდა. რეგიონალურ მოთამაშეზე ბევრად უფრო მაღალი ხარისხი აქვს თურქეთს. და მე არ ვიცოდი, ვიცოდი რომ ალიევი არ ჩადიოდა და არც უნდა ჩასულიყო არანაირად, იმიტომ რომ ევროკავშირთან საერთოდ არ ურთიერთობა არ აქვს როგორც შენახსენე და პაშინიანთაც მხოლოდ რამდენჯერამეა შენახვედრი, იმიტომ რომ ჯერ კაპიტულაცია მიიღო ყარაბაღზე და მერე ის ზანგეზურის ყბადაღებულ კორიდორზე ელაპარაკა. ბუნებრივი არ ჩავიდა, მაგრამ გავცელდა ინფორმაცია, რომ ვიდეო მიმართვა იყო და ძალიან კაცრი ტონით გააკრიტიკაო, რომ აი ეგ თავყრილობა არის მიმართული ზუსტად აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი წინააღმდეგო. და მე უყურე ამას. უყურე, მაგრამ ხო, მე არ მინახე, მე ნიუსებში გავიგე. და როგორ ფიქრობ შენ, აზერბაიჯანი დიდ პოლიტიკაში თურქეთის გარეშე არ მოიაზრება და აი ამ ყველაფრის საპირწონეთ რა შეიძლება რომ მოხდეს? ანუ ეს იქნება შეიძლება რა უთხრა ბატონო? ხო, ანუ ეს თავყრილობა დარჩება თავყრილობისთვის, ეს არ იყო ხო მარტო თავყრილობა, როგორც ვახშენ ხა მართლა პაშინიანის პიარ აქციისთვის ხო არ ჩავიდა ამდენი სული, ხო? ამას აქვს შორს მიმავალი მიზნები, მაგრამ რუსეთს თავი დავანებოთ, სოსო, ალიევი გამოვიდა და რა თქვა და ალიევის უკან ვიცით რა ვინ დგას.
და შენახსენე რომ ალიევმა რა თქვა და მე მისი გამოსვლა არ მინახავს, არ მისმენია, მაგრამ უბრალოდ მე ვიცი რომ ესე მიმართა. ალიევმა მათ უთხრა რომ ბოლო 5 წლის მანძილზე 15 რეზოლუცია მიიღეთო, სადაც აზერბაიჯანის შეურაცხყოფა და ეს არის ცილის სამება და შეურაცხყოფა აზერბაიჯანის მიმართ. სამართლითო. და ნუ ესო არისო ერთგვარი შეპყრობილობაო. ასე ზუსტად ეს სიტყვები უთხრა. შეპყრობილობა არის, ნუ ეს საგიჟეთი გაქვთ რა მოწყობილია, მოკლედ ჩვენი არ იყოს, ჩვენი სიგეთის არ იყოს ეს რეზოლუცია უწელიწადში. და აქედან გამომდინარეო ჩვენო შევაჩეროთ ჩვენი თანამშრომლობა ევრონესთან და მასთან ევროპარლამენტთან. თუმცა ნუ ახლა ნუ მიესალმა იქ დაუშვათ შეხვედრას რაღაც ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ის გამოიყენა ევროკომისიას მას როლს გაუსვა ხაზი სომხეთი და აზერბაიჯანის წყობაში, მაგრამ აი კაცი და ევროპის საპარლამენტო გენერალური ასამბლეა. რაზეც მიიღო ასევე მკაცრი პასუხი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ ჩვენ პრინციპებს. ანუ აზერბაიჯანი უნდა ელოდოს ახალ სანქციებს. ხო. ახალ სანქციებს, კი ბატონო, სანქციებს და რეზოლუციას. ხო, რეზოლუციას. აი ჩვენ დასაწყისში რა ვთქვით რა არის სამიზნე არის შუა კორიდორი. ეხლა დაუშვათ თუ ტრამპის გზაზეა ლაპარაკი აზერბაიჯანთან დაძაბული სიტუაციის პირობებში ამის წარმოქმნა ცოტა ძნელია ირანთან ომის მიმდინარე ომის დროს. ამავე დროს შუა კორიდორი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და აზერბაიჯანთან დაძაბული ვითარების პირობებში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სომხეთი იქნება დაუშვათ ევროპის გეოპოლიტიკური გული და საქართველოში მოახდენენ რევოლუციას, ან და მოაწყობენ ისე რომ საქართველოს მთავრობამ რაღაცნაირად ესე იგი მიუხედავად თბილისიდან 35 კილომეტრში რუსეთის ბაზების არსებობისა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, რასაც ხოვენ, ევროპელები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში მათ ექნებათ ბერკეტები ძალიან სერიოზული. ყოველ შემთხვევაში სავაჭრო ბერკეტები მაინც და უკეთეს შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს მიაყენებენ სტრატეგიულ დამარცხებას, რაც რუსეთის ხელისუფლების, რა ვიცი რა დავარქვა ამას მოქმედებების გამო უკვე აღარ ჩანს ისე შორეულ პერსპექტივად. შორეულ პერსპექტივად რა არარეალისტურ პერსპექტივად. ნუ ისინი მიიჩნევენ რომ სტრატეგიულ უპირატესობას მოიპოვებენ რეგიონში. აი ეს არის არ არის მე მგონი ძნელი და რთული ის გამოსაცნობი. სტრატეგიის ძირითადი არსი. ნუ ამავე დროს ახლა ეს ამიერკავკასიის ფლობა, ნუ ამავე დროს არის რა თქმა უნდა გასასვლელი. ეწოდებულ ზარდახშაზე აი ამ შუა აზია ეწოდებული შუა აზიის და სხვა რესურსების, კასპიის ზღვის რესურსების მიმართულებით. თუმცა ნუ არ ვიცი ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებათ მოდით ასე. ამას ადრე ეძახდნენ ნაგახადოკას, მაგრამ არ მგონია რომ ეს ვარიანტი გათამაშდეს. არა, იქ კიდე ბევრი ისინია, იქ არის დაუშვათ ისინი ფიქრობენ ასევე ტრადიციული წინააღმდეგობების გამოყენებას იგივე ჩრდილო კავკასიაში. ზოგადად უკრაინის ომი წარმოების შედეგად რუსეთში ძალიან დაიძაბა ვითარება. ახალი ახლა იქ ზოგიერთები ამბობენ რომ მოსკოვში ყველაფერი კარგად არის და პეტერბურგში და საერთოდ სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდის ქვეშ ძალიან ბევრი ცუდი პროცესი, ესე იგი, ვითარდება. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანია მაგალითად იგივე ჩრდილო კავკასიის ფაქტორის გამოყენება, სადაც საკმაოდ დიდი უკმაყოფილება ბევრ სფეროში. კი. ასე რომ მათ არ ეჩვენებათ, მაგრამ მე იმას კი არ ვიძახი, რომ ეს რეალიზდება აუცილებლად, მაგრამ მათ აქვთ ამის იმედები და მოქმედებენ. ანუ საფუძველი არის მართლა რუსეთში. ეხლა მაგალითად, სანამ ჩვენ ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებთ, 3 საათი ადრე ჩებოქსარში მოხვდა რაკეტა, წარმოიდგინე. და ჩებოქსარი არის ჩებოქსარი. ხო და ეხლა რო დახედო რუქაზე მოსკოვის კარგარიანად
აღმოსავლეთით არის მოსკოვიდან კარგა გვარიანად აღმოსავლეთით და სადამდე ჩააღწია რაკეტა 2000 კილომეტრია უკრაინის საზღვრიდან. კი ბატონო. და პეტერბურგში კიდე ბომბავენ და ბომბავენ იმას. პეტერბურგი საერთოდ და ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, რომ ამას აპირებდნენ. და იმის მაგივრად სიტყვაზე რა, მე იმას კი არ ვიძახი, რომ ეს კარგი იქნებოდა, ეს ცუდი იქნებოდა. თვითონ პრაგმატული იმითი იმის მაგივრად რომ ემოქმედათ და უშუალოდ იმგვარად რომ ეს საფრთხე აეცილებინათ თავიდან, ხო? ამის მაგივრად რაღაც სალავიოს უსმენდნენ. ასე ვთქვათ, იმის ჭიქჭიქს. და სალავიოს და მიხეევის და იმის ექსტრემისტულ კი არა ესეთი პატრიოტულ გამოსვლებს უსმენდნენ და ამითი აოკებდნენ, ასე ვთქვათ, გაოგნებულ ასე ვთქვათ, თავისი იმპერიული დიდების ჭკნობით გამწარებულ რუსებს. ხო და ახლა დაემუქრენ, წარმოიდგინე ახლა რა მოდი ახლა ტრაგიკომიკური სიტუაცია ახლა რუსეთის თვალსაზრისით რო შევხედოთ რა. ეხლა დაემუქრენ, რომ ახლა თქვენ პარადი არ ჩაგვიშალოთო, გირჩევნიათო. თუ ამ დანაშაულებრივ განზრახვას განახორციელებთო, აი კომიზმი. ჩვენო კიევის ცენტრს დავბომბავთო. ანუ ის რომ რა ქვია, იბომბება ეს უკრაინის ისინი რა ქვია, ენერგოობიექტები, იბომბება, უამრავი ხალხი იხოცება, კაცო, ობიექტებს თავი გავანებოთ, ხალხი ყოველდღე იხოცება, ახალგაზრდები იხოცებიან, უბედურდება, ხალხი ქონებას კარგავს. ბავშვები, ქალები, რა ვიცი, გაქცეულია ნახევარი უკრაინა, აქეთ რუსეთში, ბელგოროდი, კურსკი, აუბედურებები მოხდა იქა, ხო? და ამ დროს ესენი ისა პასუხებს აძლევენ ერთმანეთს, რა დონეები დააწყვეს. შენ მე ახლა ეს არ დამიბომბო იქ თითქოს ახლა ის პარადი იყოს თავარი რო იქ გამოიანთა ტექნიკის გარეშე უნდა გაერნა ანუ ხო გვესმის ჩვენო მე ეს ერთგვარი პაროდირება ხდება ამ ნარატივების და ამას აკეთებენ ვიღაცების ხედან და დაცინიან ორივე რა შენ კარგად თქვი ვინ დაცინის ისიც ვიცით ვინ დაცინის ისიც ვიცით და ამ ფონზე როდესაც ამას უყურებ და აქ ჩვენები ვიღაცები შენატრიან აი მათ ბედს ვაგერო ახლა ვიღაც უკრაინელი მილიარდერი ესე იგი გომოფსო გესმის და ჩვენი მილიარდერი ხოცალებიო კიდე არ ომობენო აქ აი ეს ჩვენ დამთხეულები ამებს წერენ ამათ twin-ში არ შედისო საერთოდ ეს სხვანაირი ომია უკვე საერთოდ შენ კარგად აი ხმალში ვერავის გამოიწვევ იქა და ორთაბრძოლაში საერთოდ ვერ ხედავენ აბა და მორალურ ტვირთზე მინდა ხაზი გაუსვა შენ კარგად თქვი რომ ესე იგი რაზე გაბრაზდნენ იცი მეტნაკლებად ნეიტრალურ პოდკასტერებს ხო უყურებ ყველას ვინც სამშობლოს ხარეს არის რუსეთის ხარეს არის იდეაში ხელისუფლების ხარეს არის მაგრამ ეთყობა რაღაცა ზღვარზე მივიდნენ და დაიწყეს ლაპარაკი ხვდები და ზუსტად ის აღნიშნეს რაც შენ თქვი რომ ესე იგი რა გამოდისო რომ 9 მაისი თურმე არის წითელი ხაზი და ჩებაქსარი 2000 კილომეტრში ის არ არის ტუაფსეს დანგრევა თურმე არ არის და ისა ეს დასავლეთ ევროპის და დასავლეთი რეგიონები ახლა რომელიც სულ ცეცხლის ქვეშ არის ისიც არ ყოფილა ეს 5 მილიონი რუსი ვის დაიღუპა არც ის ყოფილა წითელი ხაზი და 5 არ დაიღუპა მილიონი ხო დაიღუპა ხო რა ცოტა ხო და აი წარმოიდგინე რა და გასაგებია რა და ამას ხო მარტო ჩვენ არ უყურებთ ამას უყურებს დასავლური სპეცსამსახურები ხო ამ ფონს რომ დუხს რა და აი ხა ფიქრობენ რომ აი კიდე ცოტა და წავაქცევთ რა და მე უკვე ო ახლა ისინიც იმაში არიან რა ქვია იგივე დაუშვათ იგივე რუსეთის გულშემატკივრები ახლა ეს ხელისუფლებას წინააღმდეგ გაილაშქრებ კლიანად ის მოხდება კოლაფსი და მე რუსეთის დეზინტეგრაცია დაიწყო ასე ფიქრობ ო ამიტომ იძულებული არიან გაჩენ იგივე ხდება უკრაინაში სხვათა შორის მაგრამ იქ უკრაინა საერთოდ სხვა სიტუაციაა უკრაინა ეს არის ჩვეულებრივ ჩევეკა ასე იმის ევროპის და ამას არც მალავ ჩვენი მამაც
არა ხო მამაცო უკრაინელო ხალხო და უზით ეს ზელენსკი და უმეროვი და რა ქვია ესეთი ქვია სულთა უკრაინელები და ესე იგი მათ პატრიოტულად შთააგონებენ და ვინც არ შთაგონდება 90 მილიარდი ხო დაამტკიცეს 90 მილიარდს რა წერილი მიაყოლეს ხო გახსოვს ჯერ 40 წავა ხარჯებზეო და იმ 40-აო უნდა დაემატოს კომისია რო არ გაჟონოს არ გაიფლანგოსო ხდები ერთი მხრივ ფულს აძლევენ და მეორე მხრივ თავად ამბობენ რომ ეს ფული არ ჩავა დანიშნულების ადგილას თქმა უნდა ეს ფული ნატლი რა თქმა უნდა წავა და ეს დიდი ფულია და 90 მილიარდზე როცა ვლაპარაკობთ კაცო ეს მარტო ერთი 90 მილიარდი ხო არ არის 350 მილიარდი მარტო შტატებმა დახარჯა როგორც ტრამპი ამბობს ხო და ევროპელებმა კიდე ერთი მაგდენი ახლა წარმოიდგინე რუსეთის 5 წლის ბიუჯეტი არის მარტო დახმარება იმისი სამხედრო ბიუჯეტი რო წარმოვიდგინოთ რა მარტო დახმარება ევროპისგან ამერიკისგან მთელი მსოფლიოსგან ანუ ეს არის შექმნეს ესეთი ისა ქვია ზაპაროჟსკაის სეჩა რა ხო აი თუმცა ეს შექმნეს და ნუ ოსტატურად მართავენ რაც მართალია ამავე დროს ეს რუსეთის ხელისუფლება საერთოდ არ იყენებს არმიას დანიშნულებისამებრ ეუნება იქ არის ხო მაგაზე ინფორმაციაც რომ აი ესე იგი ისე აომებენ აი არ მიხვალ აქ ამას არ გამოიყენებ იმას გამოიყენებ ამას გამოიყენებ აი ესე იგი არავითარ შემთხვევაში აი მაშინ ოქტაგონში რო არის ხო იცი საზარგულში თიხი არ ამოარტყა ნესტო არ ხვალში თითი არ ატაკო აი ასეთი სიტუაცია რაც არის ნუ აი მართლა მე მაგრამ რა მიგვის მორჩილების ხარისხი და მართვის ტექნოლოგია რომლითაც ამოდენა ხალხის მასებს ესე ამდენი წლის მანძილზე აბოლებენ. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. მე ოცნების მიმართ ვიყავი ყოველთვის კრიტიკულად განწყობილი, არც ახლა ვაკლებ, მაგრამ რის თქმა მინდა რა, რასაც აკეთებდნენ, ჯერ მარტო დიდი მადლობა იმაზე, რაც 22 წლის 24 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე ხელით კიდე ერთხელ ვიყავ. მაგრამ სულ მქონდა კრიტიკა, რომ განათლების სამინისტროს ვითვლიდი არა, მას რა ქვია, მიშას დროინდელ 8 წელს, არამედ ამაცაც უმატებდი. იქ სოფლის მეურნეობის პრობლემები მარტო მიშას 8 წელს კი არა, ამაცაც და ეხა რასაც რუსეთს უშვებიან სოსო. რა გასაკვირია, რომ ერთი ბეწო საქართველოს აპამპულოვეს იქით-აქით. საქართველოს პამპულობა რუსებით მილაპარაკია მე და უკრაინელებთანაც მილაპარაკია და რა მითხრის რომ თქვენო კიდევ არ აფასებთო იმას რაც შეძელითო აი თქვენო როგორ არ გაგდღნეს შუაზეო გაგვას ნიპარვალი ნაჩასიო ეს არის ყველა დიდი სასაულიო ერთმა მორწმუნე რუსმა მითხრა რომელიც ჩამოვიდა აქ საკმაოდ პუბლიკაცია ეს პატრიარქის დასაფლავებაზე და მორწმუნე კაცია ძალიან საინტერესო კაცია და თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ რა გილოდებოდა თუ და რა სასაულიაო ისო და მართლაო ღმერთი გწყალობ თქვენო რომ არ გაგდღნეს შუაზე თქვენ აზრს არ ახართ რა ძალებს უპირისპირდებით და როგორ ხდება ეს რომ თქვენ საერთოდ არ ახართ ისინი ჯერ ამ რაც მიდიოდა ამ LGBT დღის წესრიგის დამკვიდრებაზე მერე ეს ხუთი რევოლუციის მცდელობა ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რაღაც მართლაც რა ჩვენთან ხდება ხო ამავე დროს თან იმ პირობებში რომ ყავს ქვეყანაში უზარმაზარი მეხუთე კოლონა რომელიც აი ლოცულობს იმაზე რომ რაღაცნაირად აირიოს ქვეყანა აი ლოცულობენ წარმოგიდგენი მართალია მერტი არ წამთ მაგრამ რაღაც თავისმაკის მიმართ მაინც ესე იგი თავის ლოცვებს აღავლენენ რომ აირიოს აი ესეთი ტიპის რაღაც ბოროტი ბრიყვებით ბევრი ყავს რა მართლაც ამ პირობებშიც კი რაღაცნაირად ასე ვთქვათ მანევრირებას ვახერხებთ ხერხდება რა ეს მე მაგალითად მიმაჩნია რომ ფარველობის შედეგია უეჭველი სხვა ლოგიკური დასკვნით ჩვენ ვერ უნდა გამძროლიყავით ახლა რა ეს რამდენი ხანია გაგრძელდება და იმედია ასეც გაგრძელდება ახლა ახალი ის დაიწყეს
ერთი წამი არ ჩერდება, ყოველ წამიერად ეძებენ როგორ არის სიტუაცია. აი ყველა იმდენი ის აქვს რესურსები შექმნილი ამ პატარა ქვეყანაში. ახლა 400 მილიონი გამოუყვიათ კიდე სპოტაში. უიე არ ვიცი. 400 მილიონი. კი, 400 მილიონი მომივიდა ინფორმაცია დაახლოებით. რასაც მოყვა აქტიურება საშინელი ამ ძალების. კვლავ პოლონეთმა ტელევიზია გააკეთა ქართულენოვანი ტელევიზია გააკეთა, რომელიც რევოლუციურ ტელევიზია გააკეთა, რო წარმოიდგინე პოლონეთში. პოლონეთში წარმოგიდგენია. პოლონეთზე აღარ მინდა ესე ვთქვათ ხასიათი გავიფუჭოთ. მაგენი არიან ესე ვთქვათ ბრიტანელების კოპაკები ასე ვთქვათ რა და ნეოფიტები. ჩერჩილს ეკუთვნოდა ხო? ისინი არიან კოიოტები. კოიოტები კი არა. ევროპის გიენები. გიენები ხო, კოიოტები კი გიენები. გიენები ხო. გიენა ევროპი. გიენა ევროპი. Lions of Europe. სოსო ჩვენ პოლონელ ხალხს კი არ ვერჩით. არა, რა თქმა უნდა. ელიტის იმას. რა თქმა უნდა, პოლონელები ძალიან ისეთია და ნაყოფი ვარ დიდი ხნის წინ, მაგრამ ძალიან ისეთი კარგი ხალხია, სხვათა შორის ეს პოზიტიური მხიარული ხალხია, ისეთები არიან რა. ჩვენ ვერ შეგვედრებიან სტუმრად მასპინძლობაში, მაგრამ იციან მოკლედ რა. სათანადო დონეზე პატივისცემა. სოსო, არ შეიძლება რომ ახლო აღმოსავლეთს არ შევეხოთ რა. გვაქვს დრო. კი ბატონო. ირანმა განაახლა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ირანმა განაახლა შეტევები. ესე იგი, გუშინ აბუ-დაბიზე და დუბაიზე ფუჯერის იმას დაარტყეს. ეს ძალიან დიდი ზარალია, ზიანი და გადამამუშავებელია. ხო, და სერიოზული ნაბიჯად ჩაითვალა, სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯად. და მოკლედ უტევს ამ არაბეთის ნახევარკუნძულს. აქვე ოპეკიდან გავიდა თუ განაცხადა, მე მგონი გავიდა საემიროები. და აი ამ კონტექსტში შენ როგორ ხედავ ირანი ეხა მართლა დამოუკიდებლად მოქმედებს თუ ირანის უკან გარკვეული ძალაა, რომელსაც არ სურს, რომ ყურიდან გავიდეს ამერიკელები. ძალიან ბანალური კითხვაა, თუ ამის უკან არის რაღაც ისეთი, იმიტომ რომ რა ინტერესი ქონდა ეხა ირანს დაეწყო სროლა. როგორ არ ქონდა ინტერესი ირანს ზუსტად ქონდა ინტერესი იქიდან გამომდინარე ბლოკადაში მოაქციეს. ანუ უნდათ რომ ბლოკადაში მოაქციოს, სხვა თემა რომ ეს ბლოკადა ეფექტური არ არის, მაგრამ ხო ცდილობენ. გარდა ამისა, გადასროლა მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების შეერთებული შტატებში. კვლავ. გარდა ამისა, ირანი რას ითხოვს? ირანი ითხოვს ომის, ირანი ითხოვს ზავს, ოღონ ნამდვილ ზავს ითხოვს. არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ზავს ითხოვს. ის მზად არის დაუშვათ ატომურ ბომბზე, მოდი ასე ვთქვათ, უარი თქვას. სამაგიეროდ ის ითხოვს გლობალური სანქციების მოხსნას, რეპარაციებს, ითხოვს მისი გაყინული აქტივების დაბრუნებას. ამას ითხოვს ირანი. და ეს ასე შემთხვევაში ის დაბრუნდება, ასე ვთქვათ, სოფლიო იმაში, რა ქვია, სავაჭრო სისტემაში და პოლიტიკურ სისტემაში. ამას ითხოვს ირანი. სხვა რა უნდა, როგორ უნდა მოიქცეს, მოდი ასე ვთქვათ, ირანი სხვანაირად. ანუ ეს იყო მისი იძულებითიც და მიზანმიმართულიც და გათვლილიც და თქმა უნდა, ირანს შეუძლია გაანადგუროს საერთოდ მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნების სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიები. მაგალითად, მას შეუძლია გაანადგუროს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები. ორმუზის სრუტის ფსკერზე. მას აქვს ამის ტექნიკური საშუალებები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ყველაფრის განადგურებას. მთელი საბანკო სისტემა დაეკიდება. საბანკო სისტემას კომპიუტერული ქსელები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რა ქვია, იგივე სავაჭრო სისტემის მუშაობას, იგივე დაუშვათ ქარხნების გაჩერებას,
იგივე ნავთობის ქარხნების მომპოვებელის გაჩენას თუ განადგურებას გამოიწვევს. იქ წყლის გამამტკნარებელი ქარხნების გაჩერება, ზოგადად ლოჯისტიკის მოშლას. ეს მთლიანად კატასტროფას გამოიწვევს ამ უზარმაზარ რეგიონში. და ირანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი ეუბნებიან, რომ უნდა გაგანადგუროთ. ახლა რა საშუალებით უნდა განადგურდეს ირანი, თავი გაინადგუროს? ეს ხომ ბოდოა, ეს უბრალოდ ეს რაღაც იმგვარი ტიპის ირაციონალური განწყობა და მოთხოვნა უსმენ ხოლმე ხა მე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გამოსვლებს და ისინი ასახიან, რომ ირანი უნდა განადგურდეს. აი ლინციგრემ უნდა განადგურდეს. როგორ უნდა განადგურდეს? ანუ ესე იგი შენ დასაშვებად მიგაჩნია, რომ ეს 60 დღე ჩაკეტა ტრამპმა, იმიტომ რომ კონგრესთან არ უნდოდა ვაჭრობა. გავა ეხა 2 კვირა 1 თვე ჩინეთში ან ჩავა ან არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ ჩავა და ჩინეთიდან თუ არ ჩამოვიდა ხელდამშვენებული განაახლებს ომს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვითვალისწინოთ, კიდე დასაწყისშივე ვთქვით ახლა ცოტა მედიის გამოგვივიდა, ცოტა დამცინავათაც გამოგვივიდა ის რაღაც რო იქ ერევანში თუ აი მშვიდობის სამი ტრამპმა ის დაავალა, მან ის დაავალა თუ ერევანში ჩასწაჭირდებოდეს ეს კომედია. ხო და ესე იგი იგივე ხლა ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ისრაელის ფაქტორს. აიპაკის ფაქტორს იმაში კაცო. ამერიკაში. ეს ტრამპი რო ნიშნავს მეთქი კიდევ ერთხელ ვინც და ვინ აყავს მომლაპარაკებლად დანიშნული ვიტკოფი, თავისი სიძე პატიცემული კუშნერი და განიშნახლა სტიუარტი. ახლა ეს ვერ უნდა მიხვდე რომ ეს შვიდობისთვის არ ხდება? და ხო გასაგები ახლა უამრავი ვიდეო არსებობს და 1000 კიდე ისე რა ქვია წერილობით იწყავ რა ნახულობთ ხომ რა ისრაელის ლობის მოქმედებას ხომ და ტრამპის დამოკიდებულებას მათზე და რა უნდა ქნას ახლა ისრაელი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები რომ გაჩერდეს ისრაელი რამ მდგომარეობაში ვარდება ხა სამხრეთ ლიბანში მოგეხსენებათ რამ მდგომარეობა არის ღიარ გავა რომ რა ვიცი ამდენ ტანკი უფეთქებენ დღეში თვითონ თვლაერიათ მოკლედ უამრავი ვიდეო მე ვნახე ხო და მით უმეტეს ახლა მათ არ გადაუწყვიათ ეს თავისი და ვერც გადააწყობდნენ თანამედროვე ომის წარმოების პირობების შესაბამისად თავიანთი სამხედრო დოქტრინა. ჩვეულებრივად რუსები როგორც შევიდნენ იქ უკრაინაში ტანკებით ხო გვახსოვს და რაც მოხდა ისე შევიდნენ იქ სამხრეთ ლიბანში და რა მოხდა იქ რა მოხდა და ამათმა UPV დრონების ტექნოლოგია აითვისეს ჰეზბოლამ და არის უზარმაზარი ზარალი. და ამის გარდა ის ჰეზბოლა ახლა ლიბანში ახლა ძალიან ბევრმა არის ის ლიბანის შიდა მოწყობის საკითხი ახლა ეს არის ერთ-ერთი ძალიან უცნაური მოწყობის ქვეყანა, სადაც რელიგიური კონფესიების მიხედვით საფრანგეთმა ესე ვთქვათ შექმნა საფრანგეთის სამანმა ის იყო მაშინ მანდატი ეს ლიბანის შექმნა ესეთი რელიგიური კონფესიების მიხედვით გადაანაწილეს მმართველობითი სქემა, სადაც დაუშვათ პრეზიდენტი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, პარლამენტის თავმჯდომარეში შიიტი, პრემიერი სუნიტი და ასე შემდეგ. ახლა იქ ერთადერთი ისრაელთან ხანგრძლივი ომების შედეგად ახლა იქ ხო რამდენი შეჭრა იყო ლიბანში. იქ ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც ასე ვთქვათ იცავს თავს ლიბანს. ეს არის სამხრეთ ლიბანში განლაგებული ჰეზბოლა. ლიბანის არმია თვითონ არ მონაწილეობს ამაში, მას უძახიან ლიბანის არმიას ეძახიან ყველაზე უფრო უსარგებლო არმიას მსოფლიოში. ანუ და ის მუდმივად ცდილობს ახლა ჰეზბოლას თვითონ დამოკიდებულება თვითონ ლიბანის შიდა ძალების წინააღმდეგობრივია, მაგრამ ლიბანელები ხედავენ რა რომ ერთადერთი ვინც იბრძვის ჰეზბოლას მიმართ მიუხედავად რელიგიური ესე ვთქვათ დაპირისპირების კუთვნილებისა მატულობს და მით უმეტეს რომ ისრაელი დასაკეთებს ისრაელი შევიდა და განადგურებს იქ საცხოვრებელ სახლებს სოფლებს და ასე შემდეგ იმ სოფლებში შიიტები კი არ ცხოვრობენ მარტო ქრისტიანები ცხოვრობენ ზუსტად და ამის კადრებიც ხო გავრცელდა შესაბამისად ახლა იქ ძალიან ეს არის
მით უმეტეს ძალიან ეს არის ძიმე განწყობა თვითონ ლიბანის მის მიმართ. ლიბანის თავრობის მიმართაც. მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც ისრაელმა განახორციელა თავისი, ну, რა ვიცი, რა დავარქვა ამას. 350 ადამიანი იმსხვერპლეს ერთი დაბომბვის შედეგად და ავითომ საკარაფერი. აბა. თითქოს ეს ადამიანები თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ, ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა, ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში. კვარტალი, ქალაქის კვარტალი დაბომბეს, ესე იგი და 350 კაცი ერთი დაბომბვის შედეგად განადგურდნენ ქალიან, ბავშვიან, დიდიან, პატარაიან. და ზოგიერთი გამოდის და შენ ვარ თუ ლაპარაკობ მაგასო კაცო, ისა რა ქვია, ანტისემიტი ხარ, რა შუაშია ანტისემიტები არიან ეგენი თვითონ. და ბევრი იუდეველი რაბინიც ამბობს, რომ ყველა დიდი იმპერია ებრაელი ხალხი სწორედ ეს ხელისუფლება, რომელიც სათავეშია მოქცეული სიონისტური მოძრაობა. დიახ, რა. მაგათ ხო საერთოდ სიონისტური მოძრაობა ეს ხო, ну, ეს სალკე ფენომენია, მართლაც სამწუხარო სრულიად წარმოუდგენელი აბსოლუტურად მართლაც მე მიკვირს რომ ამდენი ადამიანი ვერ ხვდება რაშია საქმე, იმიტომ რომ ესენი რელიგიური გიჟები არიან ჩვეულებრივი, ეს ავათარიან ესენი მიიჩნევენ რომ თვითონ არიან რაღაცა აქვთ გაჭედილი რაღაც ინტერპრეტაციები. ზოგადად ახლა ეს ომი როგორ დაიწყო, რატო დაიწყო მაგრამ ამ პერიოდში? მე მათ მოსმენილი რამდენი წინასწარმეტყველი ხო გვახსოვს პაულა უაიტის და ეს ტრამპს და ეს რა ეს რელიგიური ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანი სიონისტები ხო არიან კიდე იუდეური სიონისტები და იქ წინასწარმეტყველება იყო რომ აი 28-ში როცა დაუშვა თუ არ ვხვდები იქ რაღაცას უკავშირებენ ესე ნუმეროლოგიური იმები და ყველაფერი და 28-ში კაბალით გამოწვევს გამახსენდა ხო აბა მაგ დროს თუ არ ვხვდები იმიტომ დაიწყეს რომ ეს ამანი როცა აი ამანმა რომ არტაქსერქსეს დაარწმუნა რომ გაეწყვიტა ებრაელები იუდეველები ხო რომ არ ემორჩილებიან კანონსო კანონებსო მაგ დროს ესე იგი იქ რაღაც ხო გახსოვს რა მოხდა რომ ცოლად შეირთო არტაქსერქსემ ებრაელი ვეკალი და აი მაგ დროს გადაწყდა რომ ეთქვათ არტაქსერქსეს რომ ამანის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ მოკლედ ასე ვთქვათ მე იყო პურიმი ანუ როდესაც იმის მაგივრად ებრაელები გაწყვეტილიყვნენ დაეწყვიტათ თვითონ ამანი და მისი ხალხი ამალეკი გაწყვიტეს და აი ამ დროს უნდა მომხდარიყო პასექამდე ირანის დაცემა და ეს დაიჯერეს იქ რა ეგრე წერია ამაში ამ დამტიქში ეგრე მოხდებაო და რო აღარ ხო გვახსოვს არ გახსოვს როგორ არა შენ ვისაუბრეთ კიდე ერთ-ერთ იმაში ო სამკვირაში დამთავრდებაო კვირაში დამთავრდება ხო გახსოვს და არ დამთავრდა ხო ისაოცრებაო და რო არ დამთავრდა იქ კამათები მოხდარა სიტუაციურ ოთახებში ოთახში თურმე კი არა ბევრი ან გეწოდინება სიტუაციურ ოთახში ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს ეს ითხოვდა რატო არ დამთავრდაო ესეო როგორ ეს ითხოვდა რა გამაკეთებინეთ ეს რატო არ დამთავრდა რატო არ დაემხო ირანის რეჟიმიო და ის კიდე ეუბნებოდნენ რომ არა კაცო მალე ეგ ყველაფერი ასე კი არა რაღაც ხო იცი იქ ინტერპრეტაციები რამდენია და ეს ითხოვდა იმებს ითხოვდა ატომურ კოდებს რაც არ მიცეს ეს შეშლილები მან ხალხი აცნობიერებს მან ამერიკაში ამ უბედურებას ვერა ხო ძალიან ცოტა მინდა გითხრა როდა მაგით სარგებლობენ სწორი სამწუხაროდ ზუსტად თორე ხა აკროკრიტიკული საზოგადოება იყოს სოსო და არა სამოხმარებლო რაც რეიგანმა შექმნა და საკმაოდ კარგად გამოუვიდა თავის დროზე ხო აკრიტიკული მასა არის თითქმის ნული ძალიან ცუდი იმიტომაც აგვაქვს კარგად საქმე რა ესე აი მე რამდენიმე იმას ანალიტიკოს დავიკითხე სტატიები და მე ყველა ამტკიცებს რომ მართ ეს სიმართლე იყო აი კეინი რო გამოვარდა იქიდან თავზე ის არა ქვია ლავის გუშტებს რო იქნებ თავის ვიდეო ხო ნახე ესე იგი თურმე მართლა ითხოვდა ეს კოდების შესწავლას ანუ მექანიზმი მითხარით როგორ გამოვიყენო ატომური არა სოსო ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის
ამ საუბრისთვის ინტერვიუ ეხა ესეთი ნათქვამი. ამ საუბრისთვის ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ, ხო რა, როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე. და რა ვიცი, იმედია რომ ყველა საინტერესო თემას შევეხეთ მაქსიმალურად, რამდენადაც ხა შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის შეხება და როგორც იტყვიან, ბოლო სიტყვაობა ის რომ ახლო აღმოსავლეთში ეს მხოლოდ პაუზა არის, აქ არაფერი არ დასრულებულა, ალბათ თანხმდებით, ხო, მაგაზე ეს მაისის ბოლოსკენ გაირკვევა. და ამაზე მნიშვნელოვანი არის სამხრეთ კავკასიის ბედიღბალი ჩვენი თამადობით და აქაც გარკვეულწილად შეიძლება პაუზა გვიჭირავს ახლა, ხო? და ისე როგორ ფიქრობ? ძალთა ბალანსის ხარჯზე გავძურებით? ეს უნდა გავძვრეთ, კი. ეს უნდა გავძვრეთ. ჩვენთვის ჩვენ გვაინტერესებდეს ახლა რომ კატასტროფული ესე ვთქვათ სცენარი არ განვითარდეს. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს რომ ძალთა ბალანსი არ დაირღვეს, რომ არ მოხდეს იგივე და ჩამოქცევა ხელისუფლებების და უმართავი პროცესების განვითარება არც ჩვენ დიდ მეზობლთან. თურქეთი იქნება, ირანი იქნება თუ რუსეთი იქნება. ხა ირანზე თუმცა არ ვიცი მე არაადეკვატურობის რაღაც უმაღლესი ხარისხია ირანზე წარმოდგენები აქვს სრულიად არაადეკვატური, აი მართლაც. ანუ ნიველირებას აკეთებენ მის შესაძლებლობების თუ პირიქით? რა თქმა უნდა ნიველირებას აკეთებენ მის შესაძლებლობების სრულიად და ეს არასწორია, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთ აღმავალ გზაზე მდგარი ქვეყანა არის სინამდვილეში. იქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, პირდაპირ ვთქვათ. და განათლების სისტემა აქვს საუკეთესო. ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა შექმნეს და ახლა რო ქალებს რო ანთავისუფლებენ აქ ზოგიერთები, ხო? სინამდვილეში 60-დან 70%-მდე სამეცნიერო დაწესებულებებში ქალები არიან ხელმძღვანელები ირანში. ცნობისთვის. ხო, ეს და მაგის გარდა, ნუ ირანი შედის მთელ რიგ ტექნოლოგიებში, ნანოტექნოლოგიებში მაგალითად 5-ში ნობისთვის. ესე იგი ზუსტი მეცნიერებები აქვს ძალიან მაღალ დონეზე. ზუსტი მეცნიერებები ახლა ტრადიციულად მაგათ ყოველთვის ძლიერი იყო, ასე ვთქვათ, ეს ძველი ცივილიზაცია და ძალიან ესეთი ხალხი ცხოვრობს იქ, კაცო. ძალიან უნარიანი და გონიერი ხალხი ცხოვრობს. ხო და ამათმა წარმოიდგინეს რომ ეს ვიღაც ველურები არიან, ქალები დადიან ჰიჯაბებით, კაცები კი წვერებში რახან არიან, ესე იგი ტვინი არა აქვს. რაღაცა ესეთი სტერეოტიპებით აზროვნებენ და ესეთი აზროვნებით ასე აზროვნებდნენ ადრეს და მივიღეთ ეგეთ ჩინელებზე ხო გვაქვს რა წარმოდგენები ქონდა. ჩინეთი რასაბოქა ჩვენ თაობაში. მომგვახსოვს არა რომ აი ეს სუპრემატიზმი რო ქონდა თავში გაჩხერილო როგორ ახლა კაცო ახლა ეს როგორ ჩინეთი და ის და ამ დროს ახლა ჩინეთში კოსმოსად არიან საერთოდ 64 პრიორიტეტული ტექნოლოგიიდან 61 ძირითადი ტექნოლოგიიდან 57-ში პირველ ადგილზე არიან. რო წარმოგიდგენია აზე ვლაპარაკო, და გამოიყენეს ერთ წელიწადში გამოიყენეს იმდენი ბეტონი, რამდენიც შეერთებული შტატები 50 წელი იყენებდა. რაღაც საოცრებებს აკეთებენ იქა და არაფერს არ ვლაპარაკობ იმ გრანდიოზულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ისინი დიდ ევრაზიაში აწყობენ. იგივე სანავთობო სფეროში 190 დღის მარაგი აქვთ. წარმოგიდგენია მილიარდ ნახევრიან ქვეყანას 190 დღის მარაგი აქვს და ეს რო ნახო სადა აქვს შენახული და რაები აქვს გაკეთებული, გასაოცარია, მაგ სპეციალურად ვკითხულ, მე თქვი სად შეინახს ახლა 190 დღის ნავთობის მარაგი, რო წარმოიდგინეს რამდენი საცავი გჭირდება და შენ. და კიდე 10 კილომეტრში აქვს მაგალითად სინძიანის პროვინციაში ეს შენი ურღვის გაბურღული აქვს 10 კილომეტრში და იქიდან იღებენ ნავთობს. და ახლა ამუშავებენ თავად ჩინელები, ხო? ჩინელები და ახლა ამუშავებენ ესე იგი ტექნოლოგიას რომ 15 კილომეტრში უნდა გაბურღონ და აი ახლა ვისაც ესმის ახლა ცოტა წარმოუდგენია სირთულე ამისი და რა ტექნოლოგიები უნდა გამოიყენო რომ 10 კილომეტრზე შევატიმ ტემპერატურებზე
და იქიდან ნავთობი ამოიღო. იქიდან ნავთობი ამოიღო. ახლა ეს რატომ არის რომ იქ ხომ სახელმწიფო და რატო არის რომ ყველგან ისინი აბანდებენ და მოქმედებენ ეფექტურად? იმიტომ რომ თუ დაუშვათ დასავლეთი მოქმედებს კორპორაციების მეშვეობით და იქ დაუშვათ ის კორპორაციები თავის მოგებაზე მუშაობენ და დრო აქვთ განსაზღვრული, ხო? აქ ასე არ ხდება. მათი ისინი დიდ დროში მუშაობენ უფრო, იმიტომ რომ სახელმწიფო კაპიტალი მუშაობს. სახელმწიფო კაპიტალი ის იგივე მოდელია, რაც თავის დროს საბჭოთა კავშირის დროს იქნა შემუშავებული 5 წლიანი გეგმები სამეცნიერო ცენტრების ის არა ქვია კონსულტანტ ჩინეთის მთავრობის რჩეველი ჩვენც ეგრე გვიწერია კონსტიტუციაში არის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია. ანუ ისინი ისინი კომპლექსურად გეგმავენ ყველაფერს. და მივღებულობთ აი ამ საოცრებებს, რაც სრულიად წარმოუდგენელია. სრულიად წარმოუდგენელ მიღწევები აქვს, აი აბსოლუტურად. ხო, რა ეგონათ ახლა ცოტა ხნის წინ. იგივე სკული რატომ მოვყევი ახლა ჩინეთზე, ხო? იგივე ირანი რა რაკეტები ირანის სარაკეტო პროგრამა გაეცნონ. რა საიდან სად მივიდნენ? საერთოდ ქვეყანა იყო სრულად ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული შახი როცა ჩამოაგდეს. და ესე იგი 45 წლის განმავლობაში მიაღწიეს რაღაც კოლოსალურ განვითარებასთან. ახლა კიდე საოცარი რამე ხდება, რომ ამ მეტეოროლოგიური სადგურები და ეს ცენტრები რომ კლიმატური იარაღის დაბომბვის შედეგად მთელ რეგიონში წვიმებია. და ურმიის თვამ დაიწყო აღდგენა. აი გაეცათ აეროფოტო გადაღებებია და ხა როიძახთ ესე იგი აჰმადინეჯადი რომ წვიმას პარავენო იმპერიალისტებიო. ესე იგი მართალი ყოფილა. არა ეგ ყველა ვიცის აქა რომ თან ის ხო დაბომბეს ის ცენტრები. ანუ გამოვიდა მწყობრიდან სისტემა ჰაარტი და კიდე სხვა სისტემები რა ვიცი რა შესახება ჩვენ არ ანუ საჰაერო მასების ის გაიხსნა, შეზღუდვა აღარ იყო და ნუ ბუნებრივად მოხდა იქაც ღრუბილის მასა რა. ხო, ნუ ცხვირი ჩაყვეს, ის ყოფენ ესე იგი პლანეტის იმაში რა, კლიმატურ და ანუ პლანეტის ცხოველ მოქმედებაში ყოფენ ცხვირს. ხო, და ახლა ცხვირს რო ყოფ ეგივე ხიმტრეილები, ხიმიოტრასები რა არის რომელზეც ახლა ზოგიერთი საჯირო არის don't look up რო გადაიღეს ფილმი. ხო. მაგარი ფილმია. ეს ხალხი ხო ბევრია. არიყურებია წაში. მაგარი ფილმია რა. რო ქსელავენ ამ იმას, ეგ უკაცო ინვერსიული კვალია. ოპიო რა ინვერსიული კვალია? აი კომედია რა, თან მასალები როა ინტერნეტში უამრავი და თვითონ ტრამპის კადენციის პირის რო გამოაქვეყნეს ხო გვახსოვს პენტაგონის პროგრამა გეოინჟინერია და ასე შემდეგ. იგივე კოვიდზე ხო გვახსოვს კოვიდზე რა ერთ საერთოდ. კოვიდი კოშმარი იყო რა. კოვიდი კოშმარი იყო რა. არა მე იმას ვიძახი ეს სოციალური ინჟინერია და გეოინჟინერია და ეს კლიმატური კლიმატში ასე ვთქვათ უხეში ცხვირის ჩაყოფები ეს ზოგადად მთელ კაცობრიობას ძვირად დაუჯდება. იმიტომ რომ არ არსებობს ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. თუ ის მახსენდება სხვათა შორის ყურანში ასე ქვენამდე ბევრი იყო და არ ვიესო ის კანონები რომელსაც ვეუბნებოდიო და მათგან ჩამიჩუმიც აღარ ისმისო. ესე წერია. თქვენ თუ ესე მოიქცევითო თქვენ იგივე ბედი გეწევათ სხვათა შორის. აი ყურანი. აბა სოსო ძალიან დიდი მადლობა. და გისურვებ წარმატებებს, ხშირად ხედავ ეთერებში და მიხარია რომ ესე აქტიურ პოლიტიკას ეწევი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ჩვენ ქვეყანასაც უსურვებ კეთილდღეობას და რა ვიცი, ხვალინდელი იმედის მომავლით გემშვიდობები მხოლოდ დროებით და აბა კარგად იყავი და კარგად ვიყოთ ყველანი. აბა ბედნიერად სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ჩემ მეგობრის სამწუხაროდ ბატონი თემურმა ის სურათის ოჯახს ძალიან დამწყვიტა გული მე პირადად. თემური რო ცუდად გახდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ
რაღაცნაირად მიშველებოდით რა შეგვიძლია ხალხმა ძალიან ბევრი დახმარება გაუწია თემურის აი მართლაც დიდი ენთუზიაზმი იყო მაგრამ იმან თავისი შედეგი გამოიღო რა ამდენიმე ეს გაახანგძლივა ეს სიცოცხლე მაგრამ ნუ დიდი მადლობა ყველას ვინც დაეხმარეთ ბატონო დიდი მადლობა დროებით სოსო მადლობა ინტერვიუსთვის